თავარი კითხვა იტყვის თუ არა გიორგი გახარია უფრო მეტს 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შესახებ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავად იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას და ამბობდა და მიუთითებდა ერთადერთზე, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე თავად ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად, თუ მას არა მაშინ ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, ეს ნამდვილად არის კითხვა, რომელზეც ამ დრომდე არ არსებობს რეალურად პასუხი. როგორც ირკვევა ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი არის გამოკითხული და მისი ჩვენება დევს გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეში 20 ივნისის საქმეში. ის ამავე თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 20 ივნისაც და რადიო თავისუფლებას აქვს გადაღებული კადრები, როგორ დგას ანზორ ჩუბინიძე წინა ხაზზე სპეცრაზმელებთან. ამ ვიდეოში გაუგებარია საუბარი თუ რას ეუბნება ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმელებს და აძლევს თუ არა მაგალითად დარბევის მითითებებს, ვინაიდან ოპოზიცია წლებია საუბრობს იმის შესახებ, რომ 20 ივნისს ანზორ ჩუბინიძეც გასცემდა დარბევის ბრძანებებს, თუმცა ამას ქართული ოცნება დიდი ხანია უკვე უარყოფს. ასევე ირკვევა ისიც, რომ გრიფი დაადეს საქმის ნაწილს და გახარიას უფლებადამცველი ადვოკატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს მოეფინოს ნათელი და ამისთვის საჭიროა, რომ გრიფი მოეხსნას სრულად საქმეს. ის გიორგი გახარიას რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუწია. ეს წერია მისი ბრალის შესახებ დადგენილებაშიც. ეს არის ასევე საქმის მასალებშიც. ჩვენ ერთადერთი რასაც ვითხოვთ, საჯაროდ ამას გავაკეთებთ აუცილებლად პროკურატურას ვთხოვთ დასაიდუმლოებული მასალები ამ საქმესთან დაკავშირებით სრულად გაასაჯაროს. ანზორ ჩუბინიძე თუ არის გამოკითხული? დიახ, ანზორ ჩუბინიძე არის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ პირთა სიაში. პროცესების განმავლობაში ბევრ რამეს შეიძლება მოეფინოს ნათელი. 20 ივნისთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები. ეს არის ცალსახა და ამაში ჩვენ მონაწილეობა აუცილებლად ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და პირველი ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება პროკურატურამ მოხსნას გრიფი საიდუმლო მასალებს, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით არსებობს და გაასაჯაროს ეს მასალები. დეტალებს შეიძლება ველოდოთ კიდევ გიორგი გახარიასგან. გიორგი გახარიასგან რას უნდა ველოდოთ, ამას ვნახავთ შემდეგში, თუმცა დღეს გვაქვს მოცემულობა, რაც გვაქვს გიორგი გახარიას რეზინის ტყვეების გამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება არ გაუწია. გიორგი გახარია კი თავად დარწმუნებულია, რომ არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი და სამიზნე. იმ პოლიტიკური შურისძიების, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნების წინ დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა პირადად გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ახლა როგორც თავად გახარია ამბობს, ხედავთ მისი ივანიშვილის დავალების აღსრულებას და საზოგადოება, ადამიანები, ვინც დღემდე დგანან რუსთაველის გამზირზე და იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს, მოუწოდებენ გიორგი გახარიას, რომ ილაპარაკოს, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ფიქრობს, რომ უკვე დაგვიანებულია, მნიშვნელოვანია რომ გიორგი გახარიამ თქვას ბევრი ქართული ოცნების რეალური მართლობის შესახებ. მას თუ უნდა რომ ქართულ ოცნებას არ გაყვეს უკან, შესაბამისად უნდა იმოქმედოს და უნდა გაგვრცეს იმ ადამიანებს პასუხი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს უნდა გვითხრას, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, თუ თავს უდანაშაულოდ თulis თავისთავად. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი, რომ ისტორიაში სწორ მხარეს ჩაიწეროს მის სახელი და გვარი არის საუბარი და სიმართლის გაჟღერება საზოგადოებისთვის. მე ფიქრობ უნდა დაასახელოს, მაგრამ რო თქვა სიმართლე ახლა ყველაფერი უკვე გვიანია, იმიტომ რომ ისეთ კონდიციაშია უკვე ბრძოლა შესული, რომ ამას უკვე აზრი აღარ აქვს, ხო? ჩვენ თვალწინ დგას რუსული რეჟიმი, უკვე პრორუსული არ არის, ეს არის უკვე რუსული რეჟიმი და ამას სჭირდება ამ პრობლემას სჭირდება მოხსნა. ამიტომ გახარიასგან ახლა დაასახელებს, არ დაასახელებს, ეს არის დაგვიანებული, თორე რა თქმა უნდა დაასახელებს და უნდა ვიცოდეთ, ვინ გასცემდა ბრძანებას და როგორ ასრულებდა გახარია ამ ბრძანებებს, კი შევხედეთ და ხვდებით, ხო? გახარია ახლა ბრძანების გამცემი იყო იმ დონეზე, რა თანამდებობასაც იკავებდა, მაგრამ დაავალეს ხო მაგას ალბათ. ვიღაცა მუთხრა, რომ ესე და ესე ქენი, ან თვითონ გადაწყვიტა თქვას, ან მე გადავწყვიტე, ან დამავალა ამან და ამა, მეტი არაფერი რა, თავისთვის უკეთესი არ არის. გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა ორ ეპიზოდზე აქვს შეფარდებული. ერთი ეს არის ჩორჩანას ეპიზოდი, მეორე კი 20 ივნისის მოვლენები და ახლა მთავარი კითხვაა, თუ მიმართავს საქართველოს საგამოძიებო უწყებები გერმანიას ექს-პრემიერის გადმოსაცემად.